მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ფანტაზიის ზონას, გადაცემას, რომელშიც ჩვენი სტუმრების ფანტაზიაში ვიმოგზაურებთ ხოლმე. დღეს ჩვენთან ერთად არის მუსიკოსი მელქო. მელქო, მოგესალმები. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, გადასარევად. ხო, აი დღეს ვიმოგზაურებთ როგორც უკვე თავში თქვი, შენს ფანტაზიაში და როგორც რაღაცა შენს პირველ მოგონებებთან შევეხებით, ვეცდებით შევხვდით, ისე ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ხედავ მომავალს და როგორ წარმოგიდგენია საერთოდ კაცობრიობის და რა ვიცი, გინდას იმის მომავალი ასე შენ აკეთებ ამ შემთხვევაში მუსიკას, ხო? კი. მაგრამ პირველი მაინც რაღაცა შეკითხვა მაქვს შენთან, რადგან ის კვეთაშია მგონია პირდაპირ ამ გადაცემასთან, არის რომ პირველი რა გახსოვს, აი მოგონება თუ გვაქვს რამე ისეთი, რაც გიტივტივდება თავში და გახსოვს თითქოს აი ამით შემოხვედი ინტერაქციაში სამყაროსთან, რა იყო ეგეთი შენთვის? რამე ქმედება შეიძლება მოგონება იყოს, შეიძლება გახსოვდეს უბრალოდ, არ ვიცი, შენმა ოჯახის წევრ. ინტერაქციაში შემოვედი, ანუ აი შეკითხვა დავსვი, რაღაც ეგეთი. შეიძლება, შეკითხვა დავსვი, შეიძლება უბრალოდ მოგონება იყოს რაღაცა მარტივი, რომელიც უბრალოდ დაგამახსოვრდა, რაღაცა კადრი, სცენა. ინტერაქციაში შემოხვედი სამყაროსთან გულისხმობ. სოფელში შევხედე ხორბალს და ჩემ თავს უთხარი, რომ ეს კადრი მთელი ცხოვრება დაიმახსოვრე თქო. მართლა? კი, და დღემდე მახსოვს ეგ კადრი როგორ შევხედე ხორბალს, ემზერა კუთხით იდგა და უკან კიტრი იზრდებოდა იქით ტყე ჩანდა, აი დღემდე მახსოვს ეგ კადრი ძალიან მკვეთრად. და ვიყავი ალბათ 7 წლის, 6 წლის. მართლა. ხო. მანამდე ისეთი რამე არ არის, ან რაღაც პირველი თითქოს აი ეგეთი მკვეთრი არა, ეგეთი დავალება ჩემ თავისთვის არ მიმის. ეს მომენტიც დიდად არ გახსოვს გამოდი, ფაქტობრივად ხორბალის მომენტი. აი რაც დავავალე ჩემ თავს რომ დავიმახსოვრო, ის პირველივე ეგ მახსენდება, როცა მსგავს რაღაცას თუ მეკითხებიან. ხო. ეგ მახსენდება ეგრევე პირველი მოგონება რა. არ არის პირველი სინამდვილეში, მაგრამ აი ჩემი პირველი. ხო, მესმის, ხო. მე მახსოვს მაგალითად 3 წლის ვიყავი და თითქოს რაღაც, მაგრამ შეიძლება რა არის, მან იმდენად იბნევი უკვე რა, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება მოგიყვა და ის ხო ძალიან რთული. მე მახსოვს თითქოს 3 წლის ვარ ჩემძაზე უფროსი და ესეთი კადრი მახსოვს რაღაც გაბლარულად თითქოს რომ ქვემოთ ვარ და სამშობიაროდან ვითომ მამაჩემი მეუბნება რომ ეხაო აიო შენ დას დაგანახებენო რა და სულ მქონდა მე ეს ჩემთან შეკითხვა რომ აი რეალოდ ეს რაღაც აბსტრაქცია არსებობდა თუ არა და მახსოვს თითქოს დედა ჩემი რომელიც ამ თავის პატარა ბავშვთან ერთად აივანზე ფანჯრიდან იხედება. თელი ბავშვობა ვიყავი დარწმუნებული, დიდი ხანი საკმაოდ რომ უეჭველი ასე მოხდა, მაგრამ მე რომ გავიზარდე, მე დავფიქრე რომ მეთქი რაღაცა ახალდაბადებულ ბავშვ ფანჯრიდან. ხო, როგორ დავინახავდი? ხო, ანუ ვერც დავინახე და მეც რაღაცა ერთი დღის და რამდენიმე საათის ბავშვი რაღაცა შობიარი დედა რა ვიცი, არამგვარი ფანჯრიდან გადმოეხედა თქო და მოკლედ ეს ეგ არის რა, მაგრამ ეს ხორბალი ალბათ ისეთია, ძალიან უფრო ინტიმურია იმ მხრივ რომ შენია. კი. ხო. არა, ხო, ეს მოყოლი არც მაგვაში პირველად თქვი ხა, ამიტომ ამიერიდან ვიღაცას შეუძლია იმანიპულიროს ჩემი ხორბლის მოგონებაზე. ფანტაზიები თუ გახსოვს მაშინ რა, ანუ აი პირველი ფანტაზიები გულისხმობს რომ მაგ დროს ხო სამყარო სერცხვანად აღიქვა. ანუ ტვინი მაგ დროს განსაკუთრებით რაღაც სწრაფად იცვლება რა, გულისხმობ ეგეთ პატარა ასაკში რა. იმიტომ რომ ერთ წელშიც იმხელა განსხვავება, მაგალითად ისევ ჩემდაზე რო წავიდა, მყავს 2 დიშვილი, 3 და 4 წლის და იმხელა განსხვავება ამ ერთ წელში მათ შორის, რომ არ ვიცი, თითქოს სხვა სახეობაა რა, მონებრივი, იმიტომ ერთ წელი ძალიან დიდია რა და აი შენ რა გახსოვს პირველი ფანტაზია როგორ ფანტაზიორობდი საერთოდ თუ გახსოვს რა და რა გახსოვს? აი ფანტაზიასთან დაკავშირებით მახსოვს რომ იყო ძალიან მყუდრო და ძალიან აი მასშტაბური აი რა ეგეთ შეგრძნება ამომიტივტივი და როგორც კი ფანტაზია ახსენე რომ აი სიზმარივით იყო თითქმის რა ხო? ხო. და ჩემი სახლი მახსოვს, ჩემი სახლის ფანჯრები მახსოვს, ცა მახსოვს, ძალიან რაღაცნაირ ფანტაზმაგორიული ფილმივით იყო რა, ეხლა რო ვიხსენებ, აი როგორ აღვიქვავდი სამყაროს პირველი რამდენიმე წელი. ხო, ეგა ძალიან საინტერესო, მაგ დროს ურავი. აი რაღაცა თითქოს ტრიპს გავს ხო რა? აი პიქს გავს რაღაც ის რომ რა ხდება და აი ძალიან კვეთრად მახსოვს შეგრძნება რომ ცნობის მოყარეობით როცა ანთია რა ადამიანი რომ რა ხდება ვაფშე რა და ჯერ საერთოდ არც კონცეპტები არ ესმის, არც სიტყვები არ ესმის, არაფერი არ ესმის და ეგ არის ის მომენტი როცა ერთი სამყარო აბსოლუტურად უმანკო იცნობს თავის თავს სამყაროს, მეორე სამყაროს, ანუ თავის თავს რა. ეგ ინტერაქციის მომენტი და ძალიან მადლიერი ვარ რომ ეგეთ რაღაც
ეგეთი რაღაცა განვიცადე საერთოდ, ანუ წარმოიდგინე რა სიგიჟეა, რომ მე ხლა ვიცი მე რომ სახელი მქვია და რაღაც პროფესია მაქვს და რაღაც, მაგრამ მაშინ მე ხო არაფერი არ ვიყავი, ეხლა არ ვარ არაფერი, ეხლა შენთვის ვარ ვიღაცა და ვიღაცის და შენ თორე ანუ რა ხდება ვაფშე ხო, ანუ ძალიან საინტერესოა. აუ, მაქრო რა ვიგი, ეგეთ შეიძლება ითქვას, რომ მე და შენ კი ზოგადად ხო კაცობრიობაც ხო რა რეალობაშია და სად არის სამყაროს მასშტაბებზე მართლა ხო. ტვინი ილტვის უბრალოდ წესრიგისკენ და ჩვენ ვცდილობთ რომ წესრიგი შევქმნათ ჩვენს როგორც მისთვის რა ჯიშისთვის ადამიანისთვის თვითონ. მაგრამ ეგ წესრიგი ხო სიმღერაში არ არსებობს. და აი ბავშვობაში ეგ წესრიგი სანამ დამყარდება, აი მან როგორც უყურებ ყველაფერს, აი ეგ არის ხო მე მაგაზე ვფიქრობ ხოლმე სულ რომ აი ის კავშირები მაინც სადღაც დიდი პროცენტით მაინც დაკარგული გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა გვახსოვს რეალურად მაშინ როგორ აღვქვავდით სამყაროს, ეგ ძალიან დიდი 90%-ზე მეტი უფრო დაკარგულია რეალურად რა. და ყველაზე ცუდი ისევ ის არის რომ არა მარტო ხვის ინტერპრეტაცია რო ახსენეთ, შენივე თავის ინტერპრეტაციაში ხარ უკვე დღეს, იმიტომ რომ ეხლა დასრული რო ხარ უკვე რა, იმას რო იხსენ შენი უკვე დასრული ტვინი, მაგას სხვანაირი ინტერპრეტაციას აძლევს შეიძლება და ბოლომდე ის წმინდა გულისხმობ ის რაღაცა ბავშვური რაღაცა რაც არის იკარგება ალბათ რა და ეგ ყოველთვის საინტერესოა რა, რომ როგორ აღიქოს მაშინ რეალურად ადამიანის თავს და მე რა შეიძლება მიფიქრე პატარა ბავშვებს რო უყურებ ხოლმე რომ აი ხა ელპარაკები და ეს ხო გაქრება რა თითქოს ეს მომენტი იმიტომ რომ გაიზრდება და 4 წლის არის და არ ემახსოვრება რა და ეგ ძალიან უცნაურია. ეხლა მოხდა ეგეთ შეკითხვა რომ აი ამას ხო საუბრობთ მაგრამ სად გახსოვს პირველად შენი თავში ის კავშირები ის ლინკები როც გაჩნდა მაგალითად იმასთან რაც არის მუსიკა რაც ეხა აკეთებ რა როდის გახსოვს სად შემოვიდა შენს აი ამ ფანტაზიებში მოგონებებში პირველად მუსიკა რა და რა სახით შემოვიდა თუ გახსოვს? ნუ მამა ჩემი უსმენდა მუსიკას ხშირად. გზავრობის დროს ძალიან ბევრი გზავრობა მიწევდა რა. ავტობუსებით ძირითადად და სხვადასხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებით. და რადიოში, აი მაგ რადიოში ხდებოდა მე მგონი ყველაზე საინტერესო რაღაცები რაც მომისმენია. იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი, ნერვიულობდი, არ ვიცოდით, ანუ ვიცოდი სად მივდივართ, მაგრამ აი ერთ-ერთი ყოველთვის ნერვიულობდი გზაზე რა. იმიტომ რომ სამდღიანი პროცესი იყო, იქ ბევრი დამღლელი რაღაცა ისე და ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული წერტილი მაგ გზავრობებში იყო ის ხანგრძლივი გზის მონაკვეთი, რომელიც ვიჯექით ავტობუსში. და არ ჩერდებოდით, არც არ გადავდიოდით, არც არ ვჭამდით, არც არ ვაკეთებდით ვიჯექით ავტობუსში და უკრავდა მუსიკა. კიევში ჩავდიოდით ხოლმე თბილისიდან და უკან ასევე. ნუ 2-3 დღე, სამდღიანი მატარებლით იყო. ოკეი. და იმ მაგ დროს რადიო რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ რადიო ჩართულია და მუსიკას უსმენდა. ხო და გახსოვს ეს მუსიკა დაახლოებით? მახსოვს კი. უსმენდით? ნუ მძღოლი რას უსმენდა, იმას უსმენდი. ხო და რა გახსოვს? აი ვალერი მელაძე მახსოვს სიტყვაზე. ხო ხდები მან ხო ეხლა ნუ პოლიტიკა, ანუ არაფერი არ არსებობდა ჩემთვის რა უბრალოდ მომწონდა რომ მუსიკა ისმის რა და რაღაც პონჩი გამისტორდა ეგ შეგრძნება რომ აი ესეთ დაზაბულ მომენტში რაღაცა ჩემი პატარა კომფორტი ვიპოვე სადაც მუსიკა უკრავს და მსიამოვნებს და იმის მერე ყველგან მაგას ვეძებდი და მერე ცოტა რომ წამოვიზარდე აღმოვაჩინე რომ MP3 პლეიერები არსებობს და ვახჩემია ეგეც ხო და ყურსასმენები და რავი აი ზმაკაცები მეღადავებოდნენ რომ აქ ხელაზე ნუ უსმენო და ნუ დაყრუდებიო და იმის მერე აღარ მომიშორებია რა ყურსასმენები იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოდ. და ვარ როცა მუსიკას. როდის დაიწყე რეალოდ ის რომ კაი აქ ძალიან ასწორებს მუსიკა, მაგრამ მეც რაღაცას აქვარ რა, აი ეგ შეგრძნება როდის გაგიჩნდა თუ გახსოვს. აქვარ? მუსიკაში ვარ რა მეც ანუ ჩემი ადგილის მანდარი რაღაც მხრივ. აი ეგ. როდის დაიწყე? მუსიკაში აქვარ ეგ შეგრძნება იმ არ მქონია. ალბათ იცი რატო? იმდენად განუყოფელი რაღაცა მგონია მე და მუსიკა რომ ეგ ავტომატურად მოისაზრება. ხო. ჩემი ის მომენტი, როდესაც მე გააზრებული პიროვნება გავხდი, მუსიკა უკვე თან დამყვებოდა ყველაფერში რა. იმიტომ რომ აი ნუ მამაც მუსიკოსი, დედაც მუსიკოსი, ჩემი ძმაც მუსიკოსი, აი ავტობუსი, ყველგან მუსიკას ვეძებდი და მესმოდა. და აქედან გამომდინარე, უბრალოდ განუყოფელი ნაწილია ჩემი ცხოვრების რა. ანუ მომწონს ეს თუ არა? არ იყო ესე რომ რაღაც პერიოდი როცა ხვდები რომ აი ვიწყებ რა მუსიკის კეთებას მეც აი მაგას ვკითხულობ რა. მე ხო, შენ რო დაიწყე აი სიტყვა ქართულ სცენაზე გინდა თავის გადაწყვიტე რომ მუსიკა გინდოდა რომ გეკეთებინა მაგას გულისხმობ რა.
მუსიკა მინდოდა თქოს სპეციალისტი ვიყავი სადღაც უკვე გიტარა რო დავიჭირე და ჩაწერა რო დავიწყე და რაღაცები რო დავიწყე რა. ხო და ნუ მაქედან იმაშობი რა და. მაქედან მე ცოტა ხანი ჩავარდნები მქონდა, ანუ ესე 3 წელი ჩავარდნები, ორი ჩავარდნა მქონდა 3 წლით, რატომღაც იქ მუშაობა დავიწყე, იქ უნივერსიტეტში ვსწავლობდი რაღაცა და ცოტა ხანი ჩამოვშორდი მუსიკას რა, მაგ გაგებით წერით და რაღაცით და მე აი 21-22 წლის ასაკში უკვე გააზრებულად დავბრუნდი და მივხვდი რომ ვა, ამის კეთება მინდა, აი როგორც პროფესია ისე რა. ხო. გამოკვლევა არ დამიწყია, ნუ მაშინ ბევრი ინსტრუმენტი არ მქონდა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პროფესიონალი გახდე. პროფესიით რო ძლიერი იყო რა. ბლაგვია აღქვა მქონდა რაღაცეების და ბევრ რაღაც ვერ ხვდებოდი. მაგრამ მაგ დროს დავიწყე მუსიკის წერა, ხო, სადღაც 21-22 წლის გადავწყვიტე, რომ ვისწავლი და დავიწყებ წერას კი. აი ხშენ თქვი რომ აი მუსიკა სულ ჩემთვის რაღაცა იყო, ხო? ანუ იყოვო რა, ანუ რაღაც სამ პატარა ასაკიდან მაგას მივხვდი, რომ მithumetes ჩემს გარშემოც ეს მუსიკა იყო რა და აი ბრო ფიქრობ რა, შენი ეს მუსიკა რო განაზოგადო რა, ადამიანისაც ხო რაღაც მხრივ თანმხლებია, რაღაცა სენსია, რომელსაც ამას სჭირდება და ეგრევე ჯდება ხო მუსიკასთან, და რითმში ჯდება ადამიანი ავტომატურად რა და აი გიფიქრია მაგაზე, აი როგორი იყო პირველი მუსიკა, როგორ შემოყოფილიყო და ხო ჩავამატებ ერთსაც რა. კი, კი. ჩემს შემთხვევაში მე მგონია რომ ეს ნერვოზის ნაირსახეობა არის პროსტა რომ სულ მუსიკა რო იყო გარშემო რა. ანუ ეგ მაგ პროსტა რაღაცა ნერვულ დონეზე რა. ანუ ხო. მუსიკა კიდე მუსიკა არის ძალიან ლამაზი არაფერი. აი მაგის შესაძლებლობა არაფერი არ არის, ანუ რას ემსახურება მუსიკა? კრიტიკულ მომენტში მუსიკა არავის არაფერი შეაჭირდება. ანუ არაფერი არ არის მუსიკა რა. ხო და მე მაგიტო ვფიქრობ ზუსტად რომ ესე განაყენებულად რომ არაფერი არ არის მუსიკა, ამის პარალელურად ალბათ ყველაფერია მუსიკა, იმიტომ რომ ადამიანი რაც არის ყოველ შემთხვევაში რაც ვიცით, ნუ პრეისტორიამდე დარწმუნებული, იმიტომ რომ პრეისტორიული ნამარხებიც რო ნახო, უამრავი კვლევები არსებობს, რომელიც აჩვენებს სპეციფიურ ინსტრუმენტებს, როდესაც ესე ვთქვათ, პრეისტორიული დროინდელი ადამიანებიც უკვე ამას ამზადებდნენ და უკვე ჩალიჩობდნენ რაღაც ინსტრუმენტებს, რომ რაღაც რიტმში ჯდებოდნენ ესე. მაგ კონტექსტში. ხო და ეგაა საინტერესო. მუსიკა კულტურული კოდი არის. კულტურული კოდის მატარებელია. მაგას ნობ, რაღაც კოდი, რომელიც თითქოს ზის ადამიანში, ხო? სოციალური იმის გარეშეც. კი, ბაგუნი რო ესმოდა, შენი ის არის რა, ანუ შენ მე ვარსებობ. არის მუსიკა ერთ-ერთი გზა არის მაგის გამოსავლენად რა. მაგის გამოსავლენად, რომ მე ვარ. და აი პრეზენსის გასაზრდელად რა. ანუ პირველი მუსიკა საერთოდ იყო რაღაცა ქალაქი ქვეყანა. პირველი მუსიკა რო წარმოგიდგენია. აი პირველი მუსიკა ზან ისეთი უხეშ ნათქვამია რა, მესმის რა. გულისხმობ წარმოვიდგინოთ აი პირველ ყოფილი ტომები, რაღაცები, რომელსაც ჯერ ინსტრუმენტებიც არ. მაშინ ხო ყველაფერი რიტუალური იყო. ხო, ან ჯერ ინსტრუმენტიც არ აქვს, აი როგორ წარმოგიდგენია რა. შეიძლება უბრალოდ ადამიანი აყოლოდა ალბათ ქვას-ქვაზე რო ურტყავდა, ხო? ან რაღაც ეგეცად. მაშინდელი ადამიანის მუსიკა ყველაფერი იყო დაკავშირებული რაღაცა ღრმა, სულიერ, რიტუალურ, რელიგიურ განცდასთან რა. მაგის გარეშე ალბათ რთულად წარმომიდგენია მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო. ალბათ უფრო აი რაღაცა რიტუალების დროს და იმეების დროს რომ თავისი სიმბოლური დატვირთვა ქონდა მაგასაც რომ ამ დუმ მონოტონურ იმას და რაღაც სიმები ნუ როცა ანუ ხო არის გამონათქვამი რომ ადამიანი არის რელიგიური ცხოველიო რა და ალბათ ადამიანი არის მუსიკალური ცხოველი კი იქიდან გამომდინარე თუ ესე ვიმსჯელებთ რომ პირველი რელიგიური რიტუალების დროს მუსიკა იყო გამოყენებული მაშინ მუსიკის გარეშე რელიგიური რიტუალები წარმოუდგენელი იყო მაშინ მუსიკა ამ შემთხვევაში იგულისხმება რომ ანუ ყველაფერი რა ყვირილი იყო რაღაც ყველაფერი რაც ქმნიდა რაღაცა ჰარმონიას რა ხო და აი მაქვს ხა მე შეკითხვა მაქვს რა შენ რადგან მუსიკოს ხა ჩემზე კარგად სიტყვაზე ხა ეს მუსიკის მიმართულებებიც მათ შორის აი წარმოვიდგინეთ რომ ოკეი თავიდან ესე იყო მე იშლება ხო და მე ვიღებთ აი უამრავ ჟანრს დარგს რავი მუსიკის მიმართულებებით რა და მოვედით დღეს სადაც ეხაც ხო ჩდება რაღაც ახალი მიმართულება მუდმივად ჩდება აი ეგეც მაინტერესებს შენ ეს ეგ ფენომენიც რა არის რა იმიტომ რომ ამას უმეტესობა საზოგადოება ესე ვიღებთ რომ აი რა ვიცი მაგალითად შავკანიანება შემოიტანეს თავის დროზე ეს იმათმა შემოიტანეს ის და ეს შენი ეს რა ფენომენი როდესაც მუდმივად ხდება რაღაც ახალი ჟანრების დარგების გაჩენა და ეს პროცესი არ მთავრდება თან რა აი ეგ რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი ჟღერადობა არსებობს რა ადეგრია ვითომ? კი. რამდენი ადამიანიც კი. ოკეი. თითოეული ნოტი რომელიც ჩვენი პირიდან ამოდის, არც ერთი ნოტი არ გავს ერთმანეთს. ოკეი. ყველა აბსოლუტურად სხვა განსხვავებული ჟღერადობის არის.
აი ხა მე რაც გელაპარაკები. ხმას გულისხმობ. ხმას ხო? ოკეი. არც ერთი არ არსებობს. არა, არც ერთი იდენტური ხმა არ მოხდა რა არასდროს ალბათ. შესაბამისად ეს უკვე წარმოშობს იმას, რომ ჯერ მარტო ჩვენც კი წარმოვქმნით უკვე განსხვავებულ იმას, ხო? კი. და სმენაშიც ეგ. ანუ მოდი საქართველოს რო ავიღოთ. ოკეი. სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა მუსიკა იწერება. ქუთაისში პანკი იწერება, თბილისში რაღაცა იწერება, როკი იწერება, ეს უბნებშიც ეგრე არის. თბილისის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა მუსიკა იწერება. გარეუბნებში უფრო ჰიპ-ჰოპი იწერება, იქ სადღაც კიდე ის იწერება. კონკრეტულად ჟანრებად არ არის დაყოფილი, სად რა იწერება. მაგრამ კონკრეტული აი გარემო ქმნის თავის ჟღერადობას. მიკრო-მაკრო პრინციპით რო შევხედოთ, ანუ თუ რაღაცა თუ აი ქალაქი ქმნის თავის ჟღერადობას, უბანი ქმნის თავის ჟღერადობას, ესე იგი ადამიანის ქმნის თავის ჟღერადობას, ხვდები? ოკეი. ამიტომ მიმაჩნია მაგიტო ჩდება ამდენი ჟანრი და რაღაცა რა, ნუ მაგაში უკვე პოპ კულტურაც არის ძალიან აქტიურად ჩართული ჟანრის ჟღერადობის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ძირითადად ესეც შეხედულება მაქვს, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი ჟღერადობა არის რა, იმდენი ჟანრი შეიძლება იყოს, რამდენი მუსიკოსიც არსებობს, იმდენი ჟანრი შეიძლება იყოს. იმიტომ რომ აი შენ როგორ ანუ შენ შემთხვევით ჩაწერე მიკროფონით რაღაცა შემთხვევით სხვა სიხშირეზე გქონდა გადაყვანილი მე მოусმინე მოგეწონა ანუ უბრალოდ დრამ რაბოჩის დაარტყი სხვანაირად და მოგეწონა როგორ დაარტყი და ხო ხვდები ეს აბსოლუტურად ის არის შედარებითი შეფარდება ნუ ადამიანები რა არის მაშინ ერთგვარ არა აქვს მე არ არის მუსიკალური ადამიანები ამბობენ ხოლმე რა ხო ესეც შეიძლება კულტურული მომენტი იყოს, თუ არის მართლა რომ ნუ ადამიანი არის უსვედო. შენ უფრო რადგან შეხება შედარებით მაგას ალბათ უფრო იგრძნობდი, ხო? შეგრძნობდი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს აი უსვედო, აი არ არის მუსიკალური ადამიანი. პირობით. უსმენო ურითმოს გულისხმობ? ალბათ, აი რითმის სხვა არის. მაგიტო ოჯახი მე არ აი უსმენოში რას გულისხმობ ზოგადად მაგიტო არ ვამბობ რომ კონკრეტულად ამ მე არ ვიცი ამაში რას გულისხმობ, ჩემ გეკითხები. უსვენო ადამიანებს ალბათ სადაც რიტუალს ატარებდნენ იქ არ უშვებდნენ. გვერდზე წანიშნდნენ ეგენი. აი წარმოინდები რას ტიპი. მე მიფიქრია ხშირად სხვა შევს აი შამანებზე. შამანები. ეგენი პირველი როკსტარები. მე ხვაი გამარჯობა მაგის ხვამე და უეჭველი როკსტარები იყო. იმიტომ მაგაც ხვაფში სხვას მე იმიტომ ის ტიპი შამანი ხა სადრო შენ მუსიკის უფრო კარგად შენს ყურს შეუძლია აღიქვას. უეჭველი ეგეთი ტიპი უფრო ტრანსში ჩავარდება და ვიდრე ისეთი ტიპი რომელსაც რაღაც პონჩი უსმენს, მაგრამ ხო ხვდები ეს ემოცია არ მოსდის რა და ეგ შამანი არ იქნება და პირველი შამანი იყო რაღაცა ვიღაცა მუსიკოსი რო ეცხოვრა მე 20 საუკუნეში როკერი იქნება და ძალიან გასული და საკუთარი კი ხო და უეჭველი რა და მან შემოდის უკვე ის ნიუანსი რომ რითმის შეგრძნება მაინც ასე თუ ისე ყველას აქვს აი ჩემთვის რა რომ აი რამდენშია წამიღე რომ ღერთო როგორი უსმენო ხარო ჩემთვის ხო და ეგ მე ოჭერ შამანი არ ვიქნებოდა ხო და ის უსმენო ადამიანი ტრანსში იმით ვარდებოდა მონოტონურობით ვარდებოდა რა დონ და მოქმედებდა მაინც ანუ რა ხო და აი ეხა რა მოკლედ ამის ფონზე როცა ხედავთ რომ 21 საუკუნეა პირველმა მეოთხედმა ნუ ფაქტიურად გაილია და რა სიტუაციაში ვარ ხო შემოვიდა ეს AI ხელოვნური ინტელექტი რომელსაც რავი ეხა შეგნებულად თუ შეუგნებოდ ყველაფერში ვტენით და უკვე თვითონაც ყველაფერში ეტენება ყველაფერს აკეთებს რა აწყებული ტექსტით, რა ვიცი მე, და მათ შორის მუსიკასაც. ხო, აი აქ როგორ ხედავ შენ ამ AI-ის როლს დღეს მუსიკაში? იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს მაგალითად უკვე კინოსაც თავისუფლად ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ არის პროგრამები და AI სისტემები პროცესები, რომლებიც ვიზუალური იმას ქმნიან ძალიან მარტივად. მაინტერესებს აი მუსიკაში როგორ ხედავ შენ AI-ის თემას და ხო აი აუცილებელი არის ვაფშე რომ გქონდეს ცნობიერება, რომ ძალიან მაგარი მუსიკა დაწერო. მე ვთვლი რომ კარგი არის AI რო დაემატა ამ ყველაფერს მე არ მიმაჩნია რომ ჩაანაცვლებს ყველაფერს მე მიმაჩნია რომ და შემატებს ყველაფერს შემატებს იმიტომ რომ ყველაფერს რო ჩაანაცვლებს და ჩვენ რო საქმის გარეშე დავრჩევით ეგ არის ძალიან მოდერნისტული მიდგომა რომ აი ეხლა მე გიტარაზე უკრავდი წერდი რაღაცას მე გაჩნდა ხელოვნური ინტელექტი დაწერა გიტარა დაწერა სიმღერა და ატვირთა ჩემ მაგივრად ვახ და მე დავრჩი უსაქმური მაგრამ ეგრე არ არის AI-ის გამოჩენა ამ უკვე მეტა მოდერნულ სამყაროში ქმნის ახალი პარადიგმების წარმოშობის შესაძლებლობას.
რომლის მიხედვითაც ესეთი ამ ხაზით აღარ მივდივართ, რომ აი მე ვწერდი, ეხლა AI წერს და მე აღარ ვარსებობ და AI არსებობს. ერთად უნდა ვაკეთოთ უკვე, ანუ ერთად შეგვიძლია რაღაცები ვაკეთოთ და არ არსებობს რამე კონკრეტული გზა, რომლითაც წავალთ. უკვე იმდენნაირი განშტოება გამოჩნდა, რომ იმის გამო რომ გაჩნდა თვითონ AI, რომ მე მგონია პირიქით ეს არის ground breaking რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სასარგებლო რაღაცა, რომ AI ამაში ჩაერთო. საერთოდ არ მეშინია პირიქით ძალიან მიხარია და მისწორდება. ოკეი. ანუ შენ არ ფიქრობ ეგრე, რომ მაგალითად მუსიკის კეთება შეიძლება AI მისე უფრო მარტივად შეძლოს და შესაბამისად უფრო კარგი მუსიკა შექმნას, ვიდრე არ შეულეს თქო ადამიანი რო ვეღარ დაეწია. და შექმნას. ოკეი, მაგრამ მაშინ წარმოვიდგინოთ ადამიანი თუ აკეთებს მუსიკას ეგეთ რეალობაში. ან წარმოვიდგინე შენ არსებობს პროგრამა პირობით. ამ პროგრამას მოდი AI-ს გავმიჯნო პროგრამისგან. AI არსებობს, რომელიც წერს ისეთ მუსიკას, რომელსაც შენ ვერ წერ რა ფიზიკურად. გულისხმობ უფრო ჟღერადია, უფრო სწრაფად წერს, უფრო ხარისხიანად წერს, უფრო კარგად მიქსავს. ხო და ეხლა როცა მე მაგალითად ტიპი ვარ, რომელიც რა ვიცი, სამსახურის დროს, ან გზაში, ან გინდათ კლუბში უნდა მოვისმინო მუსიკა და ხედავ რომ ეხლა ის მუსიკა ჯობია, უკვე აღარც ვარჩევ ადამიანმა გააკეთა, AI-მ გააკეთა, усმენ იმას. და შენ შესაბამისად ზიხარ სახში და იქ რაღაცა მუსიკას აკეთებ, მაგრამ შენ ვიღა გადაგიხდის ელემენტარულ ფულსაც იმისთვის რომ რა ვიცი კი მასობრივად ეგრე იქნება საბოლოოდ კი შესაბამისად მან ადამიანის როლი რა ვიცი ძალიან იკლებს ხო ანუ ეგ იმას გავს დაახლოებით აი წარმოება რა ადამიანი რომელიც რაღაცა რომელსაც ბეჭდავენ მუდმივად რაღაცა ავტომატურად ძალიან სწრაფად და ადამიანი რომელიც ამას ხელით რო აკეთებდეს ვიღაცამ შეიძლება აი რომანტიზაცია მოხდეს იმის და რამდენიმე მუსიკოსი აი ეს წარმოიდგინე ადამიანის გაკეთებულია ვიღაც რო იტყვი კიდე რა და მაგრამ ესე მასიურად მაშინ მაგ რეალობაში მე ვფიქრობ შეიძლება ვაფშე ვერ გააკეთო შეიძლება რიტუალური დატვირთვა დაუბრუნდეს ისე მუსიკას რომელსაც ადამიანები აკეთებენ კერძოდ და ცოტა სხვანაირი უფრო ისეთი ხო ხო და მაგას საფრთხედ არ აღიხავ შენ ანუ იცი რა არის მე არ ვუარყოფ არც ვადასტურებ მე მგონია რომ ბუნდოვანია როგორ იქნება ეგ ხაზი ჩემთვის არ ჩანს ნათლად რომ ეგრე იქნება ხვდები თუმცა ყველაფერი მაგისკენ მიუთითებს მაგრამ თვითონ AI-ს არსებობა უკვე გამონაკლისია ამ ხაზიდან ხვდები ამოვარდნილი ტიპი ამოვარდნილია საერთოდ რა ანუ ვაფშე სხვა რაღაცა არის ხვდები აი AI ამ ხაზიდან არ უნდა იმსჯელო AI-ზე ამ ხაზიდან ხო თან ამ ხაზში მეც ეგ ძალიან კაი რაღაც ხაზი იმიტომ რომ ხაზით მოვდივართ ჩვენ ნებისმიერ ცოცხალი ორგანიზმი რაღაცა აი დედამიწა გაჩნდა და ბიოლოგიური იმას მივყვებით ეს ტიპი სადღაც ვაფშე სხვა არის რა ახალი ბიოლოგიური მიდან ხო ახალი შტო და ვაფშე სადღაც მიდის ხო და ეგ ძალიან საინტერესოა მაგიტო აი რომ ვფიქრობ ხოლმე ხო მეც არ მაქვს მაგალითად ცალსახა პასუხი ანუ პესიმისტურად ხარ განწყობილი არც მე ხო პირიქით ანუ ვარა მაგარია ხო მაგარია ხო და აი კიდე მაგიდან გამომდინარეობს კიდე ერთ შეკითხვა რა აი წარმოვიდგინოთ ოკეი ეს მაინც რაღაც ისეთ ფანტაზიაც რო ბოლომდე ვერ გაწვევა ეგეთი რეალობა ალბათ ხო არ ვიცით ეს AI როგორ შეცვლის ამ მუსიკის ხო აზია რო ეგ არის კი ბატონო ხო მაგრამ ეხლა წარმოვიდგინეთ ცივილიზაციებიც რომლებიც უშუალოდ გვასწრებენ რა აი ძალიან ბევრი წლით გვასწრებენ რა ვიცი 100,000 წლითაც გვასწრებენ ხო სუპერ განვითარებული რაღაც ზე ცივილიზაცია რა სპეციალური შკალები ხო არსებობს რა და ჩვენ ამბობენ ხოლმე 0.5 ვართო და იქ უამრავი შკალები არსებობს და აი პირობითად მეორე შკალაზე მეცნიერის სახელი დამოვიწყდა აი მაგ სახელზე ხა მეცნიერის მაგ შკალა რო არის აი მე სირცხული ორივეს კი მეც როგორ დამოვიწყდა მაგას მეც ვერ ვიხსენ ეგეთ რაღაცებს სულ მემართება სხვათა ხო ნუ ეხლა აი AI რო იყო ეგეთი მარტივად არ დაგავიწყება არას მაგრამ AI რო იყო ვერ დაგელაპარაკებოდი ხა აი პირისპირ მაგრამ ხო ჩოს ვიდეოებია უკვე რო კარგი ნახავ აი ნეგატივი ვიდეოები AI ერთმანეთს რო ელაპარაკება აი მაგალითად არა ხო მაგრამ მე ვერ შეგეხებოდი ეხლა მაგრამ ვერც ეხლა გეხები ეხლა წერ ხო და აი ეგეთ ზეთ ცივილიზაცია მოკლედ რომელსაც არ ვიცი სად არის და რა შვება რა მაგასაც ეკნება შენ ან მუსიკას თუ იქნება თუ რაღაც შეიძლება მუსიკა ნახე თუ ხო და როგორ მაგ სამყაროში რა ხდება ანუ სხვა ცივილიზაციების არსებობენ თუ ერთი ცივილიზაცია მარტო თუ სხვა ცივილიზაციებიც არსებობენ მაშინ ამ ცივილიზაციამ თავისი გავლენა ხომ მოახდინოს დანარჩენ პლანეტებზე და გალაქტიკებზე და ცივილიზაციებზე მაგისთვის კულტურა ხო ჭირდებათ ცეკვები რა შეიძლება ვაფშე ახალი რაღაცა გაჩნდეს კულტურაში რასაც ჯერ ჩვენი სენსორული სტატუსით ვერ ხვდებით რომ არსებობს 10,000 წლის შემდეგ ესეთი განვითარება თუ გაგრძელდა და ვიღა იცეკვებს ვაფშე ან ცეკვა რა ხო და რა იცი აი რა იცი ხო და იქ კონდეს ყველანაირი ემოცია შეგზდება რა იცეკვო ან რატო წარმოიდგინე ეგრევე რომ ის სუპერ განვითარებული ცივილიზაცია მაინც ტექნოლოგიური უტოპიისკენ წავიდა და ყველაფერი ტექნოლოგია აქვს. შეიძლება
გასხივოსნდა რაღაცა მოუვიდა. შეიძლება მთელი პლანეტა, აი კონკრეტულად ბუდიზმი რასაც გულისხმობს, ისეთ გასხივოსნებასთან მივიდა და სოლარ პანკში გაზარდეს თავისი ცივილიზაცია და აი ვაფშე სხვა გზით წავიდნენ ხვაზე ხარ და მე მოიგონეს რაღაცა სიგიჟეები რაღაცა მზისგან დამზადებული რაღაცა ხო ხდები, ვერ ხვდები როგორ შეიძლება ეს გადმოვთქვა, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესი არ არის ჩემი აზრით ერთადერთი პროგრესი ხდები. ტექნოლოგიური პროგრესი ის არის რითიც კაცობრიობა მიდის ახლა კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა ის შეთანხმების წერტილი, რომელზეც ყველანი შევთანხმდით. რომ თუ ვითარდებით, მაშინ მოდი აი ამით განვითარდეთ. ეს არის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ახლა რა. კი არსებობს სხვადასხვა რაღაცეები, მაგრამ ის სხვადასხვა რაღაცეებს იმდენი მოთხოვნა არ აქვს. ხო და მაგ რეალობებში გინდათ აი ეგეთი ყველგან წარმოგიდგენია მუსიკა? ისე ბიჭო კი რა კი თუ განვიხილავთ როგორც აი კულტურულ მოვლენას, გავლენის მოსახდენა ინსტრუმენტს, მაშინ კი მე თუ ცივილიზაცია ვარ და რაღაცა ჩემი ისენი ტრადიციები ხო ანუ ხო ექნებათ ეგეც რაღაცას ანუ ეგ იარსებებს ყველა პონჩი ისტორია ხო იქნება ისტორია მიქნება კი ჩემი აზრით იქნება ხო არა მე რატომ მე ხშირად მეფიქრება რომ ანუ ხო არის რაღაც გონებრივი განვითარების საფეხურები რა მაგის მაგალითი გვაქვს მაგალითად თვითონ დედამიწაზე სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები ხო მაგალითად რაღაცა მიწის ჭია რომელიც რაღაც კონკრეტული მიწის ჭია რაღაც დიდი სახელები რო ვქოთ ხო ბიუსები და რაღაცები ძალიან ცოტა ნეირონია მის ტვინში და 1000 ფეხები და რაღაცა ხო აი რაღაც შეიძლება იყოს რა ვიცი მე საუბარი იყოს რამდენიმე 100,000 ნეირონი პირობითად მის ტვინის შესაბამისად მისი ტვინის გაშიფრვაც კი დღევანდელი ტექნოლოგიით ნაწილობრივ უკვე შესაძლებელია. მე მოდიან უფრო რაღაცა კომპლექსური ორგანიზმები, ბლა 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 და მე მოდიოთ პრიმატებთან და ადამიანის სადაც უკვე რაღაცა მილიარდობით ნეირონია მის ტვინში და შესაბამისად ჩვენი და ამ ჭიას გონებრივი შესაძლებლობები ჩვენსა და ჭიას შორის კიდევ უამრავი მთელი ფართო სპექტრია ცოცხალი ორგანიზმი, პირობითად ეს ორი ვავიღოთ ძალიან დიდი ის არის რა, გეფია და სხვაობაა რა. მაგრამ ამ ჭიამ ვიცით მუსიკას ეს ჭია ნამდვილად ვერ აღიქვავს. თუმცა აი გზად უკვე არიან რაღაცა ორგანიზმები რომლებიც ხედავთ რომ არის ან კვლევებს გულისხმობ არის რაღაცა რომ ესენი მართლა მუსიკალურები არიან ხო რეაგირებენ მათ შორის ბოლო კვლევა რომელზეც მეც მქონდა წავიკითხე იმ დღეს ზუსტად და თარგმნით ეს სტატიაც სადაც იყო საუბარი მაიმუნებზე კონკრეტულ ერთ-ერთ სახეობაზე რომლებიც ერთმანეთს დააკვირდნენ 4 წლიანი კვლევა იყო ძალიან საინტერესო მათ შორის როგორ რეაგირებდნენ კი არა კომუნიკაცია ჰქონდათ ხმით და ეს იყო იმაში რა მუსიკალური ხმა იყო ფაქტობრივად იმიტომ რომ ხესთან მიდიოდნენ ეს მაიმუნები და ამას უბახუნებდნენ და თუ რამდენჯერ დაარტყავდა ეს მაიმუნი იქიდან ის მეორე მაიმუნი რომელიც დისტანცირებდა იქიდან შესაბამისი პასუხობდა ამას 4 წლიანი კვლევა იყო წარმოიდგინე რაღაც დაჯგუფებას მაიმუნებს საკვდებოდნენ იქ ინტერპრეტაცია შეიძლება ბევრი გაგიჩნდეს რომ ესენი ამას კომუნიკაციისთვის იყენებდნენ ეს მაიმუნები მაგალითად ხები და ამით ერთმანეთს აგებინებდნენ რაღაცას შეიძლება არ იყოს ეს კომუნიკაცია იყო გასართობი თამაშის სტილი მაგას პასუხი ამ წამს იმ კვლევებსაც არ ჰქონდათ მაგრამ რაღაცა რიტმი იყო ნამდვილად ეგ დადასტურებით შეგვიძლია და ამ რიტმს ესენი იყენებდნენ ხო შესაბამისად თქვათ რომ აი რაღაც ამ პრიმატებში ერთ-ერთი სახეობის მაიმუნი ამას აკეთებს ხო და მოკლედ მოვიდით ჩვენს რომლებსაც აი ესე კომპლექსურად გავშალეთ უკვე ეს ხო თავისი დარგებით რა და ხო ეგ არის მაგრამ იქნებ არის რაღაცა საფეხურით ხო ეხა ფანტაზიორობ უბრალოდ სადაც ეს უკვე რაღაც უკვე ქვედა საფეხურია რა მუსიკაც კი უკვე ქვედა საფეხურია ხვდები რაღაც ეტაპში შეიძლება ისე ახვიდეს სადაც მუსიკაც იზრდება იმიტომ რომ აი სენსორები აღქმებით ხო ისე რომ ჩვენ რაღაცას ხედავთ ფერებში რაღაცას ვერ ვხედავთ და შეიძლება მუსიკას ანალოგიურად თუ უფრო განვითარებული სახეობა იმას შეიძლება უფრო კომპლექსურად ესმოდეს კიდე მუსიკა ხრმადი შეიძლება კი მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც ეტაპი რომ იმის იქით გადიოდა ის უკვე ანუ აღარ აინტერესებს ყურიც ხო შეიცვლება ევოლუციასთან ერთად ხო სმენაც ხო შყო მილიონობით წლის მერე სმენაც შეიცვლება ხო და შეიძლება ახალი სენსორული ორგანო დაგვემატოს ვაფშე და ალბათ სმენასთან ერთად მუსიკაც შეიცვლება ხო მაგრამ აი ხო თქვი და მე არაფერი მე მგონია რომ მუსიკა იარსებებს მე ხო მაგრამ აი შეცვლაზე რო ვისაუბრეთ მანდა ერთ-ერთი შეკითხვა მქონდა რომელიც მე დამესვა რომ არის გენმოდიფიცირების მომენტი აიხე ხო ეს ხო არის რომ გენმოდიფიცირებულ საკვებს ჭამ რაღაც იმას ბევრი მე ინტერპრეტაციებია ზოგი ამბობს ეს განმოდიფიცირებული ცუდია მეორე მხრივ არის კვლევები რომ პირიქით კარგია რაღაც მომენტში იმიტომ რომ კარგიო ამბობენ კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ არის იქ რაღაცები პირიქით შეცვლილი რომ ხო ანუ ეგ ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა ზოგადად მასიურად გავრცელებული რომ აი გენმოდიფიცირებულ საკვებს ახან არის ცუდი აპრიორი ცუდია და ის კარგია მაგრამ სინამდვილეში ეგრე არ არის აქვს იმას თავისი მინუსები აქვს თავისი პლუსები ასე რომ ეგ კიდე ცალკე საერთო თემაა მაგრამ რის თქმა უნდა გენმოდიფიცირებული თუ არის უკვე საკვები ვხედავთ რომ იწყება უკვე რაღაც ცოცხალ ორგანიზმებზე საინტერესო ექსპერიმენტები ხო არის რა ვიცი მე აგერ არსებობს ერთი ექსპერიმენტი რომელიც კურდღელიო ფოსფორად აქციას და ანათებდა ეს კურდღე ძალიან ბევრი სხვადასხვა ექსპერიმენტები და ვხედავთ რომ ეს გენმოდიფიცირება
აი CRISPR ესეთი ტექნოლოგიები ზახთ მაკრატელს რა. მაკრატელი შეგიძლია შენ მომავალში ადამიანის გენით შეცვალო. ჯერ ნალობისთვის იყენებენ რომ მავნე გენები ამოიღონ. მომავალში რა ვიცი შენ სმენა დაიხვეწოს რაღაც ბლა ბლა ბლა. პარალელურად მეორე მხრივ ვითარდება ეს კიბორგიზაციასაც ვეძახით, ხო? აგერ ვიღაცას ადამიანს გული არ ქონდა, მაგალითად გულის პრობლემა ქონდა და ადგეს და რკინის გული ჩაუსვეს ამ ადამიანს რა და ანუ ეგეთ ადამიანს უკვე არსებობენ, როცა არა ცხოველის და ადამიანის ორგანოს გადაუნერგავენ ხოლმე რა დროებით ტექნოლოგიურად. ამიტომ ორი მიმართულება იჩნდება რა აქეთ. აი ეს გენმოდიფიკაცია, აქედან ეს რობოტიკა. კიბორგები, ხო. აი ამ მორის ფარგლებში როგორ ხედავ რეალობას? აი მაინტერესებს თუ მიყვება შენი ფანტაზია ამას რა წარმოგიდგენია რომ სიამოვნებით კი ხო ან მაგ რეალობაში შეგვიდოდი სიამოვნებით გარღვევაა წარმოიდგინე გარღვევა ლიმიტების ახსნა არის ის არის რა ჩარჩოებს ანგრევ ფაქტიურად მაგაზე კარგი რა უნდა მოხდეს ხო მაგრამ ეს ჩარჩოების დანგრევა აპრიორში შეიძლება კარგში შევდა ეს ხო შეიძლება იყოს რომ ნუ გენმოდიფიცირება ხო იმაში თვალისწინებს რომ რაღაცას იძლიერებ ან რაღაცას ინკურნალობ რაღაცა კარგში შვები რა, ცუცხვარი შვები. ხო. ასევე ჩიპირებაც რა რაღაცა. მაგრამ მან ხა მე ოპონირებას გაგიწევ უბრალოდ, იმიტომ რომ მეც მანდო არ, მაგრამ აი ვიღაცა ოპონენტი გჭირდება ხო? ხო, დავშეთ ოპონენტი რომ ყავს. ხო, აი ხელი უბრალოდ ხო. ხო, დადუ. მაგიტო ვამბობ რა, რომ ანუ როგორ რაღაცა იცი შეხედე ოკეი, მაგრამ მაგას შაქვს ეს პონტი. ანუ უბრალოდ მოდი აღიარე, არ გვესმის მე და შენ რატო არა? ხო, ანუ არა, შეხედე, მაქვს მაგაზე პასუხი. აი მაგალითად რა ოპონირება რო გაგიწიო რა. მაგალითად რა არის? შეხედე, ერთი არის ხო რელიგიური კანონზომიერება, რომელსაც მე არ მიუყვები საერთოდ, მაგრამ აქვს მაგას არსებობის უფლება, მაგრამ მეორე არის ისევ ბუნების და სულ და მეცნიერებადაც შეხედე კანონზომიერება, იმიტომ რომ შევეშვათ რელიგიას და თეიზმს და ღმერთის ჩარევას, ანუ არსებობს ევოლუციის ფაქტორი, ვამბობთ რომ აგერ მილიარდწლიანმა ევოლუციამ რაღაცა ეს ჯაჭვი არსებობს, ესე მიდის, ესე დავაგდა, რაღაცა ბალანსია და ევოლუციას აქვს ესე ვთქვათ მილიონობით წლები და მილიარდობით წლები რომ ეს რაღაცები შეცვალოს და შენ უცებ ვიღაც ტიპი ამ შემთხვევაში homo sapiens-ი ერთ საუკუნეს შემოხვედი და წკაპიქ რაღაცებს ლავირებ, რაღაცებს უცებ ცვლი და სუფთა მეცნიერებადაც ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ეს ამ ბალანსს სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეიძლება. ანუ შენ არ გაგაჩნია იმის ხედვა, რომ მაგალითად ეხვალ რო ეხა რაღაცა მეშვიდე ხელი გამოგდის. პირობითად მეშვიდე ხელმა რატომ უნდა შეცვალოს რაღაც მნიშვნელობა? ამას შეიძლება რაღაცეთი ბალანსი დაარღვიოს, რამაც სიტყვაზე სიცოცხლის პრობლემა გამოიწვიოს და ასე შემდეგ. აი ეგ საფრთხებიც არსებობს. ეგ საფრთხეები ყველაფერთან არსებობდა, რაც მოვიგონეთ თავის დროზე და რავი ეხლა რო ღრუბლების გენერირება შეგვიძლია და წვიმის გეცხოს ადრე ალბათ ეგეც სახიფათო მოვლენად განიხილებოდა რა. ხო. მე არ მგონია ხო არა თავიდან ნამდვილად ბევრი შეცდომა იქნება ანუ ეგ იმ ხელა რაღაცაში ერევი მართლა რაც მილიონობით წელი ხდებოდა მაგრამ ну შეცდომების გარეშე არ გაიზრდება ეგ დარგი რა და ბოლოს ალბათ ისეთ პიკს მიაღწევს სადაც უბრალოდ იდეალური და უსტერილურესი და უკარგესი იქნება რა სადაც რავი ანუ ხო და აი ეგეც მინდა და ეხი თუ კაი რო თქვი ეგეც ეგ შეკითხვას მქონდა ტვინში ჩანიშნული რომ კაი დაუშვათ აი იდეალურთან მიახლოებული იქნება და როგორ ხედავ შენ ადამიანის ან თუ ადამიანის გავწდეთ ანუ ცოცხალი ორგანიზმის მოკლედ მაქსიმუმი შენ ეს რა უნდა იყოს რა აი რა არის სადაც ავა და იქ მოკლედ იმის იქით რო ვეღარ ხედავ მოკლედ ესე ვთქვათ. იმის იქით შეიძლება რაღაცა, მაგრამ შენ ვეღარ ხედავ როგორც homo sapiens. ცოცხალი ორგანიზმის მაქსიმუმი, ანუ როგორც ჯიშის, as a species თუ პროსტა. ხო, აი species-საც რო გასცდე რა. species რო გასცდე. ვა, მაგარი ტიპი გაიჩითოს, რა ვიცი. homo super რაღაცა და homo neotius-ი ტიპი იჩითება და ძალიან მაგარ რაღაცებს ხვდავს რა. აი შენ ეს სათამდე შეიძლება წავიდეს. ანუ ეხ ჩემი გასაქანი მარტო იქამდე მივიდა რომ პროსტა თავისი თავი გაავრცელოს მთელ კოსმოსში რაღაცნაირად მოეფინოს კოლონიზაცია პლანეტების რაღაცა აი ეს ხოდი რომ გადარჩეს ანუ რომ იმდენად გადარჩეს კი არა რომ გადარჩეს და იყოს სამუდამოდ სანამ კოსმოსი არ შეიკუმშება ისე უკან ხო აი გაინტერესოა ხო ვიცით რომ ეგ არის ანუ აი ეს არის ცივი რეალობით რო შევაფასოთ ეს არის ამის იქით ვეღარ მიდის ჩემი ტვინი მაგრამ იმაზე გიფიქრია რომ სამყაროს აი ოკეი ეს სამყაროს ხო იბრიდებას ბიჭო რას ფიქრობ იცი შეიძლება არსებობს რამოდენიმე ფენა არსებობის რა. ჩვენ ვართ ახლა მატერიალურ ფენაზე. ოკეი. შეიძლება რაღაცა კონკრეტულ ზღვარს რომ მიაღწევს ეს მატერიალური ფენა. მერე გადავიდეთ სხვა ფენაში. ოკეი.
უბრალოდ ჩვენ ანუ იმ ფენას ვერ ვხედავთ, ვერ აღვქვავთ სხვა ფენებს, იმიტომ რომ ჩვენი სხეული შეზღუდულია, არ გააჩნია სენსორული სტატუსი, რაღაცებს ვერ ხვდება, რაღაცებს ვერ ხედავს. და როგორც კი ეს ლიმიტაციები აგვეხსნება, ისევ გენური ინჟინერი და კიბერნეტიკის დამსახურებით, შეიძლება ვაფშე ახალი სამყაროები დავინახოთ და ახალი სამყაროები გავხსნათ და მივატოვოთ ეს სხეული საერთოდ. Okay. შეიძლება ვირტუალური გზით, ვირტუალური რეალობის გზით და შეიძლება სულ სხვა მეტაფიზიკური სხვა გზით. ხო, მაგრამ ის მეტაფიზიკა ენერგია რო გახდეს პროსტა ორგანიზმი. ხო, მაგრამ შეიძლება ეს მეტაფიზიკასაც ვეძახით, შეიძლება სულაც არ იყოს მეტაფიზიკა და ფიზიკა იყოს, უბრალოდ ამ წამს აღვქვავდეთ, ვეძახდით რაღაც მეტაფიზიკურს, იმიტომ რომ აი მაგალითად რაც გვესმის, ხო არის ახლა მაგალითად სამყაროში ვეძახიან ხოლმე რაღაც ესეთი არასწორი ინტერპრეტაცია არ მინდა მივცე, მაგრამ ესეა რომ აი დაახლოებით სამყაროს მატერიის მასა მთლიანად, უბრალოდ სამყაროს მასა ითვლება რომ არის ხილული მატერიას რაც ვეღარ ეხლა რა ქვია, თავისი ვარსკვლავები, ჩაუხროლები, გალაქტიკები, ყველაფერს 5%-ია. დანარჩენ უმეტესობა არის ბნელი ენერგია და ბნელი მატერია. ხო და ეგ ამ ფენაზე სადაც მატერია არსებობს. ხო, მაგრამ წარმოიდგინე ის თვითონ აქვეც ეს ბნელი ენერგია და ბნელი მატერია ისეთი პოინტია, რომ 95% სამყაროს მასის ჭირავს ამას, ოღონდ ამასთან ჩვენ ვერ რეაგირებთ. ჩვენი ტექნოლოგიაც ვერ რეაგირებს. ანუ უმეტესობა არის ბნელი ენერგია და მეორე არის ბნელი მატერია. ბნელი მატერია უხეშად რო ვახსნათ არის რაღაცა სამყაროს შეკუმშვას იწვევს და ბნელი ენერგია უნდა იყოს დაკავშირებული სამყაროს გაფართოებასთან. ხო და ეხლა ეს სიტყვები ბნელის ამ ჰიპოთეტურია და პირობითია, იმიტომ რომ პროსტა ვერ ვაფიქსირებთ. ანუ კომუნიკაცია ვერ ვიჭერთ, ხო? ვერ ვიჭერთ და ვერ ანუ ბნელ ენერგიასთან მაგას სინათლეც ვერ კომუნიკაცია არ აქვს რა. ხო და ეხლა რა არის საერთოდ? ხო და ეგაა რა არის საერთოდ მაგალითად არის ბნელი მატერია ენერგია. ხო და ეგაა რომ არ ვიცით რა არის და მე უბრალოდ პირობითად გამახსენდა ხშირ რო თქვი რომ ეს ხო და აი ალბათ მანდიმალება პასუხი შენს შეკითხვაზე რომ სად წავა აი არის თეორიები მაგალითად ეხლა ისევ ძალიან ფიზიკაში რო გადავიდეთ მაგრამ არის თეორიები რომ აი მაგალითად სიმების თეორია არის ესეთი რაღაც ერთი ნიშნულოვანი თეორია ფიზიკაში ავარაუდობენ რომ სიმების თეორიას მათემატიკურად ჭირდება რამდენიმე დამატებითი განზომილება 3 სივრცითი განზომილება არ ყოფნის არის ასევე თეორიები ისევ სიმების თეორიიდან რომ შეიძლება ამ დამატებით განზომილებებში ჩაპრესილი რაღაცა სხვა სახის მატერიაა რომელიც არის ამ ბნელ ენერგიაში პირობითად ჩაპრესილი და ჩვენ მასთან ვერ ურთიერთქმედებთ, იმიტომ რომ ჩვენ 3 სივრცით განზომილებას აღვიქვავთ მარტო რა. და იმას ვერ აღვიქვავთ ანუ. ვერ აღვიქვავთ. ხო, მე მაგას ვარაუდობ მეც. აი Herbert Welsman რო დაწერა მაგალითად უჩინარი კაცი, მაგ კაცმა ესეთი მაგარი რაღაც გაარტყა რა, მაშინ ძალიან ძველ დროს დაწერა ეს წიგნი რეალურად და მაშინ ფიზიკასაც რა თქმა უნდა არ იყო განვითარებული და ამ ფარდობების თეორიამდე დაწერა ჯერ კიდე თუ არ მეშლება თუ მეშლება ბოდიში, მაგრამ ეგრე იყო მე მგონი და ანუ აქვს მეოთხე განზომილება შემოდი. ბავშვობაში წაიყო უჩინარი კაც ყველას აქვს მე წაკითხული, მაგრამ იქ არის ეგ მომენტი. მე არ მაქვს მოგატყუებ რა. ხო, მაგრამ მან არის უჩინარი კაცები, მოკლედ ტიპი რომელიც მეცნიერი რაღაც ექსპერიმენტი ჩაატარებს და უცებ ხდება უჩინარი რა. ისე მორჩა მეტი არაფერი, მაგრამ პოინტი მან არის ვითომ ეს კაცი გადადის მეოთხე განზომილებაში თურმე. და იმიტომ ვეღარ ხედავ რა და მან ეგ მომენტი შემოდის, რომ შეიძლება მართლა ფიზიკურადაც ბევრი განზომილებები იყოს, რომლებშიც არ ვიცი, უბრალოდ ჩალაგებულია რაღაცები და შენ უნდა გახსნა. და შეიძლება ამ მატერიალურ სხეულით იმ ბნელ ენერგიას ვერ აღიქვავ, ვერ ხედავ და ხო, არ ვიცი, ხო, ეგ უკვე ძალიან იმაშტავი. ეზოთერიკა არის უკვე სპეციალურად არ მივდივარ მან დრო. არ იმას ვქნათ რა ქვია. ფიზიკა ძმაო, ყველაფერი გასაგებია, ვეხები ხეა, всё. არა, ხო, მე უბრალოდ სულ ეგ მაქვს ხოლმე, რომ მე ვარ მატერიალისტი, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ ამ ხილული მატერიით ყველაფერი მთავრდება. იმიტომ რომ მატერიალისტი შეიძლება იყოს იმ გაგებით, რომ რაღაც ტექნოლოგია არ გაქვს, რა, უკეთეს სხვა მატერიას დაინახო. იმას ხო ნიშნავს, რომ თვალს არ აქვს უნარი, რაღაცა დაინახო. არც ტექნოლოგიას, არც ტექნოლოგიას, შეზღუდვები რა და არ ვიცი, ხო. ხო და რაღაცა ტექნოლოგიას ხო აქვს სიტყვაზე ისეთი სიხშირეების გაგონის უნარი, რასაც ყურს არ აქვს და ამიდგინე ეგ ტექნოლოგიას ხო არ არის ჯერ სუპერ განვითარებული და ამიტომ თუ ტექნოლოგიას შეუძლია განვითარდეს და ახალი სიხშირეები გაიგოს, რომელიც არც ტექნოლოგიას ესმოდა აქამდე, ადამიანის ყურსაც შეუძლია განვითარდეს იქამდე, რომ ისეთი რაღაცები გაიგოს და დაინახოს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო ტექნოლოგიისთვისაც კი. კი ბატონო. მაგიტომ შეგვიძლია მოკლედ მე მგონი ნელა წავიდეს დასასრულისკენ, მაგრამ ორი ისეთ შეკითხვა მექნება, რომელიც მინდა ხოლმე რომ ამ გადაცემაში ძირითადად სულ იყოს ხოლმე. ერთი შეკითხვა არის რომელიც ეხება ამ თემაზე რომ ვაპარაკო უკვდავებას ვერ გაიქცევი, ერთი არის ეგ უკვდავება რა, რომ აი რო იყო უკვდავი როგორ წარმოგიდგენია შენ თავი, მათ შორის შენი საქმეობა, მაგრამ მუსიკას საერთოდ გააკეთებდი, თუ ამში დაიკიდებდი რა მუსიკა უნდა გააკეთებინა. უკვდავი რო ხარ წარმოიდგინე, ანუ დროის პონტი ვაფშე კიდია რა. ეხლა სულ ჩქარობ, ხო? ეხლა
მე მიფიქრია რომ ყველა ადამიანს აქვს საკმაოდ დიდი დოზის ნევროზი, მაგრამ აი ვიღაცებს უფრო რო ეტყობათ, იმას უბრალოდ გადამწვარია, თორე არ არსებობს ადამიანი ნორმალური კი არა და საერთოდ ადამიანი ნევროზი რო არ ქონდეს, იმიტომ რომ სადღაც პატარა რაღაცა დროის იმედი. Ясნია, კი. აი ეს პონტი კი არა რა, იმე მართლა ჩაგვიჭო, რაღაც შეგვუნდა მოასწრო რა. კი. სანამ მორჩები. სანამ მორჩება ყველაფერი, ხო, game over სანამ მოხდება და არა უდიდესია სამყარო თავის ინფორმაციით განსაკუთრებით 21 საუკუნეში მარტო აი თელ ცხოვრება დაждდიხ და ფილმებს უყურო. შენი 100 წლამდე რო ხო არ გეყოფა წარმოიდგინე. ხო არ გეყოფა. ამდენი კაი ფილმია. ყველა ხო და აი სანამ ცოცხლები ვართ მაგასაც ამაზე ვფიქრობდი ცოტა ხნის წინ კარგად თქვი. ყველა ფილმს ვერ უყურებ, ყველა წიგნს ვერ წაიკითხავ, ყველაფერს ვერ ნახავ და ყველას ვერ გაიცნობ რა. ამიტომ არსად არ უნდა იჩქარო. მაგრამ სილამაზეა ამის. ანუ ყველაფერს რო ხედავდე და ყველაფერს რო იცნობდე, ხო, მუღამი არა. ახლა ეგ მაინტერესებს, ხო, უკვდავებს როგორ არის ხო მოკლედ რა. და შენ თავს რო ხედავ მაგაში.კვდავი რო ყოფილიყო. არ ვიცი, ბანალური პასუხი მიტივტივდება ეგრევე თავში, რომ პროსტა ძალიან ბევრს ვიზავდი, რასაც ვაპირებ ოღონდ უფრო მეც რა, ანუ უსასრულოდ. ხო, მაგრამ მუღამი იმას გავაათმაგებდი ჩემ გეიმპლეის, რასაც ეხლა ვაპირებ რომ ვითამაშო, უბრალოდ გავაასმაგებდი რა. მეორე ნევროზი არ დაგემართებოდა, რო იცი. ხო და აი ნახე, ეგ უნდა მეკითხა, ანუ მე უკვდავი რატო ვარ, რამე ექსპერიმენტი ჩავატარეთ შენზე და დაგავიწყდა. ხო და რამე პრეპარატით ვარ უკვდავი თუ მუტაცია განვიცადე და უკვდავი ვარ თუ იმით რატო აქვს მნიშვნელობა გეტყვი. თუ რაღაცა მუტაცია განვიცადე და უკვდავი ვარ, მაშინ ჩემ ნერვოსაც რაღაცა ჭირს. შეიძლება არ მემართება ნერვოზი. იმიტომ რომ თუ ჩემი ორგანიზმი უკვდავია, ხო ხდები, საო რაღაცა დაავადებებია? ხო. მაგრამ მარტივად იგივე ტიპი ხარ, იგივე ტიპი ალბათ ვერ იქნები რაღაც, იმიტომ რომ უკვდავი რო იყო შეიცვლებოდი, მაგრამ დაუშვათ იგივე ტიპი ხარ. მაგრამ просто არ იბრიდები. არის просто არ იბრიდები იმენა? არ იბრიდები, არ ბერდები. ბიჭო, ძალიან ვინერვებდი თავიდან. აი შეიძლება მოკვდე, ავარია შეიძლება მაინც მოკვდე, მაგრამ ანუ უჯრედული დაბერება მოკლედ ისე შეგიცვალეთ, რომ რეიმს ინექციას გიკეთებთ, რა ვიცი, 10 წელიწადში ერთხელ და უჯრედები აღარ გიბერდება. გოჩა. მაგრამ შეიძლება ტელევიზორში მოხვდეს თავში და მოკვდე. ხო და ეგრე კვდები? კი, კვდები. ეგრე თუ კვდები. ხო. იმიტომ რაღაც საფიქრად ხო და გაგიჩინო. ბაზარი. შეიძლება უთხოვ გადაიქცე პროცესი. არა, იმიტომ რავი არ პეი არ ხდება, არ კვდები, ინფორმაცია შევიძენ მილიარდით. უკვე კაცობრიობა აღარ არის და ხო, მოდი მილიარდ წელი ვიწვევი და მე გავალ მოთახიდა და მე ხო, და კოსმოსში მარტო რო ტივტივებ ძალიან შეუძლია. ხო, ეგეც თლად ეგრეც არა. მაგარ წიგნს დავწერდი ალბათ რამოდენიმეს. კვდავი რო ყოფილიყავი. ეხლა მეზარება. და უკვდავი რო ყოფილიყავი. მემატიანე. პირველი უკვდავი მემატიანე. წავედი პოდკასტებში რო დადის და ყვება. რაღაცა 100,000 წლისი რა ხდებოდა რო ყვები პროსტა. აუ მაგარია და. მაგარი დაფასებული ადამიანი იქნებოდი წარმოიდგინე. კი, მაგრამ მე მგონი მაგრეაურის ხოების უკვდავები არიან. ეგე წარმოვიდი. აი, რამოდენიმე არის უკვდავი კი. არჩეულები ხართ უკვდავები, ხო? ანუ მე წარმოვიდი რომკვდავების საზოგადოებაა რა. ანუ ყველაკვდავია რა. ნახე, მემატიანე პოპულარულიკვდავი არ იქნება. არა, ხო. პოპულარულიკვდავი ალბათ ვიღაცა. ანუ საზოგადოება წარმოვიდგინე, მას აღარ იბრიდება რა, პროსტა ინექციას ვიკეთებ, თვეში ერთხელ მიდიხარ, რავი, ხო 10 წელიწადში რა თვეში ერთხელ. და ამ ინექციას იკეთებ და ყველა ეგრეა რა. ხო, მაგრამ მაშინ ცოტა მეტი პლანეტა გვინდა, იმიტომ რომ ვერ დავეტევით ყველანი აქ. ანუ ძალიან აი ბავშვებს არ გავაჩენთ? არა. აბა როგორ სანამ ილონ მასკი მარსზე გაგვიშვებს, არ გავაჩენთ ბავშვებს. არა, სადმე პატარა მთვარეზე მაინც მოვაშენოთ ბავშვები, რომ იყვნენ ყოველი plan B. აი, ბაზარი არა, კი ბატონო. კი, სადმე უნდა მოვაშენოთ, თორე. პროსტ დენი რო გამოირთოს დაგვენძაც ყველას. კაი, და მოდი დაგსვო ბოლოს შეკითხვას. ოკეი. ესეც შეკითხვას, აი წარმოვიდგინე, რა ვიცი, თუ გინდა ღმერთი დაარქვი, თუ გინდა რაღაცა ზეარსება. ღმერთი დავარქვათ. ღმერთი დავარქვათ რა. თავარი შეკითხვა, ერთი შეკითხვა შეგიძლია დავუსვა ამ ღმერთს რა. ვაუ. და უეჭველი ის რომ პასუხს მიიღებ. ოკეი. აი შეგიძლია შეკითხვა დასვა და შეგვიძლია ეს გაცემას დავასრულოთ. რატო მე? რატო მე? რატო მე? რატო მე? რატო შენ გაჩდი? ხო. ოკეი. აი რატო მე? ოკეი. შეიძლება მაგას ძალიან ბევრი სხვათა შორის ისეთი მაგაზე პასუხს ბევრი რაღაცა მოყოლოდა. პასუხები ასევე. შეიძლება და დაჟე მეშინია მთლიანად რო წარმოვიდგინო. მაგრამ ანუ პროსტა მაგარი დიალოგი იქნებოდა რა. ხო, მაგრამ შეიძლება მარტივად გიპასუხოს, პროსტა ერთი პასუხი და დამთავრდებოდა.
არა მგონია. არა. მარტო ერთ შეკითხვას. მე მგონია არ ანუ სიტყვიერად კი არ გიპასუხებდა. ხო. არა, გზნობის დონეზე გადმოგცემდა რაღაცას. ისეც, რასაც ინფორმაციას იმას გიზავდა, ხო, ანუ ყველა ჯაჭვი დაგიკავშირდებოდა ვაფშე გონებაში. ყველა ყველაფერს დააკავშირებდი ერთმანეთში. ოკეი. მეგრე არ გასხილოს ნაბოდა. აი, ხო, მადლობა. მადლობა შენ, მადლობა. სანამ ცოცხლები ვართ.